გავარიოთ მეგობრებო, მე მაგ ასეთი დავალება და წაგიკითხავთ. შეკრიბეთ ათეულებით და ერთეულებით თვლის გადახტომის გამოყენებით და ჩვენ გვეუბნებიან 59 პლუს 23 რამდენია. ამიტომ ჯერ 59-ს ვუმატებთ 20. ეს გამოდის 60, ეს გამოდის 79. და ამ 79-ს პლუს 3 არის 82. და 82 ასე მივიღე, რომ ჯერ ათეულამდე გადავავსე და დარჩენილი მივუმატე. ამიტომ კიდევ მივუმატეთ 3 უდრის 82-ს. კაი, ახლა მეორე დავუწყოთ. 59 პლუს 12. კაი, 59-ს ვუმატებთ 10-ს და კიდევ ვუმატებთ 2-ს. კაი, ახლა ეს როგორ უნდა გამოვიანგარიშოთ. 59-ს ვუმატებთ ჯერ 10-ს და გამოვიდა 69. და ახლა ვუმატებთ 2-ს და გამოდის 71. როგორც პირველ ნომერზე ახსენე, ზუსტად ისე გამოვიანგარიშოთ. კაი, ანუ არის 71. კაი, ახლა ნომერი 3. ახლა გვეუბნებიან, რომ 77-ს უნდა მივუმატოთ 24. კაი, ჯერ 67-ს ვუმატებთ 20-ს და ეს გამოდის 87. და 87 რომ მივიღეთ, კიდევ უნდა მივუმატოთ 4. და ეს გამოდის 87-ს მივუმატოთ 4 არის 91. ასე შეგვიძლია მარტივად შევკრიბოთ რიცხვები. მადლობა ყურადღებისთვის და გამოიწერეს და დალაიქეთ ჩემი არხი. აბა კარგად.